მეგობრებო, მოგესალმებით. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი საჯარო გაშლა, რომელსაც პერიოდულად ვთავაზობ, რა მდგომარეობაში არის ჩემი სასიცოცხლო ენერგია ახლა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საჯარო გაშლა, როდესაც პულსი უნდა გავისინჯოთ ხოლმე ენერგეტიკულად და ვნახოთ, რა მდგომარეობაში არის სასიცოცხლო ენერგია, იმიტომ რომ რეალურად სასიცოცხლო ენერგია გვაძლევს და მისი დიაგნოსტიკის ფონი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ განსაზღვროთ, სად არის პრობლემა, სად არის სიკეთე, სად არის ხელისშემშლელი ფაქტორები. ამიტომ, მოდით პირველი არკანი ჩვენ გავიგებთ რა მდგომარეობაში, ანუ მოვახდენთ დიაგნოსტიკას და შემდგომ თუ კი რა თქმა უნდა კითხვები გამიჩნდება, აუცილებლად ჩავყვები უფრო მეტად სიღრმისეულად. მას შესაძამი არ დავიწყეთ არხის გამოწერა, ლაიკი, დისლაიკი, მოგეწონებათ, არ მოგეწონებათ, საჯარო გაშლა, თქვენი აქტივობა ყოველთვის მნიშვნელოვანია და არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ საჭიროა თქვენთვისაც, ჩემთვისაც. თქვენ აქ ინფორმაციას ისმენთ. მადლიერები ვიქნები თუ ვიდეოებს გააზიარებთ, რა თქმა უნდა, თუ კი სურვილი გაქვთ. გამოიწერეთ არხი, რათა არ დავკარგოთ ერთმანეთი და თქვენი კომენტარების წაკითხვა კარგად იცით, ყოველთვის მიხარია და მსიამოვნებს. ვარიანტი პირველი. თქვენი სასიცოცხლო ენერგია რა მდგომარეობაში არის ახლა, მოდით ცოტა უფრო მეტად აი ასე. მეორე ვარიანტი, რა მდგომარეობაში არის თქვენი სასიცოცხლო ენერგია. და მესამე ვარიანტი, რა მდგომარეობაში არის თქვენი სასიცოცხლო ენერგია ახლა. სამივე ვარიანტი არის თქვენს წინაშე. პირველი ვარიანტი. აი ასე უმჯობესია. მეორე ვარიანტი. და მესამე ვარიანტი. ახლა კარგად დააკვირდით სამივე აი ამ მისტიურ საოცარ არსებას. ტყის არსებები არიან ესენი, ტყის სულები. კარგად დააკვირდით. და რომელი მათგანიც ყველაზე მეტად მიგიზიდავთ, დაგინახავთ, დაგიძახებთ, ესე იგი ზუსტად იქ არის თქვენთვის სწორი პასუხი და პასუხი, რომელიც თქვენთან მოდის სინქრონში ახლა. მე კი ვიწყებ ვარიანტი პირველით. რა მდგომარეობაში არის თქვენი სასიცოცხლო ენერგია ახლა? პირველი ვარიანტი. თქვენს რეალობაში არის ადამიანი, რომელიც თქვენ არ გაძლევთ იმის საშუალებას, რომ აღიდგინოთ საკუთარი თავი ენერგეტიკულად. ეს არის ადამიანი, რომელიც გამუდმებით მოდის თავისი კითხვებით, რჩევებით. ასეთი ტიპის ადამიანებს ძალიან ინტენსიური აქვთ ინტერესი ყველა თქვენი ხასიათის გამოვლინებისა, ეს იქნება სიხარული. რატო გიხარია? რა მოხდა? ეს არის ყენა, რა მოგივიდა? აი ეს არის ენერგოვამპირი ადამიანი, რომელიც არ გაცლით საკუთარ თავში მარტო დარჩენის საშუალებას, ხო, იმისთვის რომ აღიდგინოთ, სულ გთავაზობთ საკუთარ აზრს, გთავაზობთ რაღაც საკუთარ ემოციას, საკუთარ შეხედულებას, საკუთარ ფოკუსს ამ თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, ხო? ამიტომ იცოდეთ, რომ ეს არის ადამიანი, აი, დააკვირდით, დღესაც გქონდათ ამ ადამიანთან ურთიერთობა. იმიტომ რომ ძალიან ცოცხალი არკანია. ძალიან ცოცხალი არკანია ამ შემთხვევაში ოთხიანების თასები. მთლიანობაში სიტუაცია არ არის ცუდი, გულისხმობ რაღაც კატასტროფული ენერგია, მაგრამ თითქოს რასაც იხდგენთ ეს ადამიანი ხაპავს. აღიდგინეთ ენერგია, ეს ადამიანი ხაპავს. ეს არის კიდევ ვიცით როგორი ადამიანი, აი ისინი რო არიან, აი
ну პირდაპირ გეტყვით, ხიჭვის საჯდომში, რო არ გაცლის საშუალებას, რომ შენთვის მარტო განმარტოვდე, აი სულ რაღაცა აინტერესებს, სულ ენერგია უნდა გამოაპუტოს ვიღაცას, ხო? როგორ უნდა აღიდგინოთ ენერგია? როგორ უნდა, განა ბოროტი ადამიანია, მეგობრებო, ან ცუდი ადამიანი, სწორად გამიგეთ რა. ეს არის ადამიანი უბრალოდ, რომელიც ასე იკვებება, ესეთი ურთიერთობებით იკვებება და ფაქტია, რომ ნუ არის აქ ენერგიის წართმევის მომენტი. როგორ უნდა აღიდგინოთ ენერგო ბალანსი? არკანის შეყვარებულება. მოწებნეთ ისეთი ადამიანები, ვისთანაც ერთ აზრზე ხართ. მოწებნეთ ისეთი ადამიანები, რომლებთანაც ერთ ტალღაზე ხართ. ნუ გეშინიათ მარტო ყოფნის, იმიტომ რომ თქვენ სივრცეში არიან ისეთი ადამიანები, ვისთანაც თქვენ შეგიძლიათ იყოთ ის, ვინც ხართ. არ გჭირდებათ ნიღაბი, არ გჭირდებათ რაღაცა ხასიათის გასწორება, არ გჭირდებათ ფიქრი იმაზე, რა უპასუხოთ ადამიანს, როგორ უპასუხოთ. ამ ადამიანთან ხართ რეალური. აი ესეთი ადამიანები მოწებნეთ თქვენს რეალობაში. ერთ ტალღაზე რომ იყოთ და ნახეთ, საინტერესო ის არის, რომ არსებობს თქვენს რეალობაში ადამიანი, რომელიც გართმევთ ენერგიას, მაგრამ ასევე არსებობს თქვენს რეალობაში ესეთი ადამიანი, რომელიც გაძლევთ ამ ენერგიას და შესაბამისად, უბრალოდ საჭირო არის ფილტრი ჩართეთ, გააქტიურეთ ფილტრი და უფრო ისე დაინახეთ ეს ყველაფერი, ხო? უფრო მეტად შეგრძნების დონეზე. როგორ უნდა გაიგოთ, ვინ არის ენერგოვამპირი, დააკვირდეთ საკუთარ თავს, როგორ იხდებით ამ ადამიანთან ურთიერთობის მერე. გამწორული ლიმონი თუ პირიქით მზად ხართ, ხები გადააბრუნოთ, ხო? თქვენ ყავთ ასეთი ადამიანები იქითაც და აქეთაც. ალბათ ხართ ესეთი ადამიანი, ხო? თქვენც უნდათ ადამიანებს თქვენთან ურთიერთობა, კარგი ენერგია გაქვთ, მაგრამ ამავდროულად თქვენ შეიძლება გახდეთ ერთგვარი საკავები ენერგეტიკული ესეთი პარაზიტებისა, ვთქვათ, როგორიც აი ამ სიგნიფიკატორში ამოვიდა ადამიანი, რომელიც უბრალოდ არ გაძლევთ იმის საშუალებას, რომ კარგი მომენტები თქვენთვის მოინელოთ და თქვენთვის შეინახოთ, ხო? მე შეიძლება ამ ბევრ კითხვებს რაღაცა გაღიზიანებაც მოყვებოდეს. ვინ ყავთ აი ესეთი რაღაცა ზანუდა ადამიანი, ხო, რომელიც აი რაღაცა ხო? დაგემშვიდობებით პირველი ვარიანტი და მიაქციოთ ყურადღება. მეორე ვარიანტი. ისეთი საყვარელი არსება, ხელში ვაშლით, თუ ბროწეულით, ну ვაშლით რომ გონია და ნახოთ მეორე ვარიანტი. რა მდგომარეობაში არის თქვენი ენერგოპოტენციალი ახლა? რა მოისმინეთ უახლოეს დღეებში ისეთი ინფორმაცია? ან ვინმე რამე ისეთი ხომ არ გითხრათ, რაც ძალიან გეწყინათ, თითქოს ადამიანმა რაღაცა ბედნიერების რაღაცა მომენტი მოკლა თქვენში, რაღაცნაირად გატკინათ. ან რაღაცა ისეთი ინფორმაცია მოისმენთ, რაც თქვენთვის ძალიან ტრამბული იყო, ძალიან რაღაცა ესეთი იყო, მტკინვეული იყო, არასასიამოვნო იყო. მდგომარეობაშია თქვენი ენერგია ახლა საცოცხლო. ადამიანმა მოვიდა ხასიათი გაგიფუჭათ, განწყობა გაგიფუჭათ, თქვენ ის ერთ მხარეს წავიდა, თქვენ მეორე მხარეს. შეიძლება უბრალოდ რაღაცა ახალი ამბავი მოგიტანათ ადამიანმა არასასიამოვნო. ну, ვერ ვიტყვი, რომ ეს ფლად შეიძლება ბოროტული მიზნით იყო გაკეთებული, ხო, მაგრამ შეიძლება იყო კიდევ ცოტა რთული ახლა ეს. მაშინ ეს ადამიანი უნდა გავშალოთ, ხო, რაც ამ გაშლაში არ გამოვა.
მაგრამ იცით რა ერთი მინიშნება შემიძლია გითხრათ რომ ამ ადამიანის გამოჩენას დააკვირდით. ნახეთ თუ ეს არის ადამიანი რომელიც ხა პერიოდულად ჩნდება თქვენს რეალობაში მარტო ცუდი ინფორმაციებით და რაღაცა ნეგატივის გასაზიარებლად, ესე იგი უნდა გაუშვათ ხო თქვენი სივრციდან კულტურულად ან ნაკლებ კულტურულად თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ შეიძლება იყოს მომენტები, რომ ადამიანი მოდიოდეს კარგი ინფორმაციითაც, კარგი ენერგიებითაც, მაგრამ რაღაცა ცუდი მოხდა და ადამიანმა გაგიზიარათ ინფორმაცია, ხო? ეს ხო იმას არ ნიშნავს, რომ ხა ცუდი მითხარი, კარგად იყავი, ხო? მაგრამ მე მაინც უფრო პირველი მგონია, თითქოს ადამიანი ან მოდის სულ რაღაცა ცუდის სათქმელად, ცუდის გასაზიარებლად, უკმაყოფილების გასაზიარებლად და საქმე იმაში, რომ თვითონ პენტაკლით მიდის მერე, ანუ ენერგიით ივსება და თქვენ მიდიხართ ექვსიანების ხმლებში. გადაღლილი, გამოწორული ლიმონივით, ხო? რაღაცა თვითშეფასებაზე ხომ არ მოქმედებს კიდევ ადამიანი, ხო? ხომ არ უნდა რომ თქვათ აგიკრათ ხელი თვითშეფასებაზე თქვენს სასოცხლო ენერგიაზე როგორ მოქმედებს. აი დააკვირდით რა ვისთან გქონდათ უახლოეს დღეებში კომუნიკაცია, სადაც ძალიან ცუდად იგრძენით თავი, ხო რაღაცა მოდის ეს ადამიანი პერიოდულად თითქოს თქვენს რეალობაში მოდის. უბრალოდ გააკეთეთ ანალიზი. სულ ცუდი ინფორმაციით მოდის თუ ხანისია ხანასი, ამიტომ რომ საქმე იმაშია, რომ ადამიანი დაიცალა და კარგად არის, მაგრამ თქვენ ხართ ენერგეტიკულად მინუსებში. როგორ უნდა აღიდგინოს სასოცხლო ენერგია მეორე ვარიანტმა? როგორ უნდა აღიდგინოს სასოცხლო ენერგია მეორე ვარიანტმა? შვიდიანების თასები აუცილებლად გააკეთეთ ის, რაც გინდათ. გულისხმობ, რა არის თქვენი ჰობი, თქვენი ენერგიის აღდგენა, ეს არის თქვენი ჰობი, თქვენი მისწრაფებები. ეს შეიძლება იყოს ხატვა, ქარგვა, წერა, არ აქვს მნიშვნელობა, არის რაღაცა ესეთი ხელსაქმე, თუნდაც ხო, რაც თქვენ ენერგიას გივსებთ, ხო? და ეს, რაც თქვენ ენერგიას გივსებთ და სასოცხლო ენერგიას ესე ვთქვათ, გისუფთავებთ, ხომ? შეიძლება ვიღაცის შეხედულებით იყოს ძალიან ბავშვური, ძალიან ინფანტილური. დაეკიდეთ ფეხებზე. ვინ რას ფიქრობს იმაზე, თუ თქვენ რისი კეთება გსიამოვნებთ, ხო? და როგორ გსიამოვნებთ ამის გაკეთება. უბრალოდ არც კი გაინტერესებდეთ ეს ყველაფერი. თუ თქვენ გსიამოვნებთ ენერგიის აღება, არ ვიცი, მე მაგალითად, აი, ჩემს მას გაგესიარებთ, ხო? რა ვიცი, ჩემს მაგალით შეიძლება იმასთვის საინტერესო იყოს, ხო? მე ძალიან მიყვარს, მე ჩემ პატარა საქათმე მაქვს. ვინ ჩემს თორებს, ჩემ ყოველდღიურ თორებს ადევნებ თვალყურს, კარგად იცით, რომ მაქვს ჩემი პატარა საქათმე. მამალი მყავს და 8 დედალი. და მათთან კომუნიკაცია ხო ვიღაცისთვის ეს არის სასაცილო. ვიღაცისთვის ეს არის სასაცილო, ხო, მაგრამ ყავს რომ მოვიდუხებ ხოლმე და მათთან შევდივარ ხოლმე, ხო? და აი მათ ურთიერთობას რომ ვუყურებ, სასაცილო გამომეტყველებას, ხო, ძალიან ბევრს ვხალისობ და ვივსები ენერგიებით. ხო? ან რაღაცა საჭმელი სნექი რო შემაქვს მათთან და ან მამალი როგორ გაფოფრილი როგორ დადის ამ დედლებთან, ხო? ძალიან რაღაცა პერსონაჟები არიან, ყველა მათგან სახელი ქვია, ხო? და მომენტალურად მავიწყდება იქ რაღაცა თუნდაც ის რაღაცა სკროლის დროს, მიუხედავად იმისა, რომ unscribe-ი მაქვს გაკეთებული ყველაფერზე აბსოლუტურად, რაც კი ჩემთვის ენერგოინფორმაციულად არასასიამოვნო წასაკითხი ან მოსასმენია. და მაქვს ერთადად ისეთი ძალიან დაგეხმარება სხვათა შორის, თუ გაქვთ ესეთი ინფორმაციული პარაზიტი გვერდები, ყველაფერს დაუვარეთ, არ დაგეზაროთ, წაშალეთ და დაიმატეთ ისეთი გვერდები, ხო, ალგორითმი ხო მიცით როგორც მუშაობს, მოიწონებ ერთხელ იმას, რაც ვთქვათ, თქვენი მოსაწონეთ, მე ალგორითმი იმ ვიდეოებს ამოგიყრით, ხო? ანუ იმ ავტორებს და ალაიქეთ ისეთი, გამოიწერთ ისეთი გვერდები, რაც თქვენთვის საინტერესოა. და ესე ეტაპობრივად გაფილტრავთ თქვენს Facebook კონტენტს, ხო, საერთოდ რას უყურებთ, რას უსმენთ და ასე შემდეგ.
ეს ჩემი პატარა საკათმის ამბავიცით რატომ მოგეყევით, იმიტომ რომ ხო ვიღაცისთვის შეიძლება იყოს წარმოუდგენელი, თუმცა არაფერი ამაში წარმოუდგენელი ჩემი გადმოსახედიდან არ არის. ხო, ჩემი რამოდენიმე პატარა კურდღელი მყავს, რომელთან ურთიერთობა, მათ ჩახუტება და ენერგიით ვივსები. ზოგადად ცხოველებთან ურთიერთობით ენერგიით ვივსები, ხო? 36 ცხოველი მყავს, მიუსაფრები მყავს ბევრი. ხოლაც ქალაქ თელავში უნდა გავემგზავრო, იქიდან მომყავს მიუსაფარი. ხო? ძალიან ბევრი ენერგია მეაქვს, მაგრამ მოვლას რა თქმა უნდა, მაგრამ 10 იმდენი უკან მიბრუნდება. მათთან კომუნიკაციის დროს. და ბევრს ვთქვი, რომ აი ნინო, აი ფაქტობრივად ჩემთვის ყოველთვის პრობლემაა სადმე წასვლა, დასვენება ხა ვინც უშუალოდ ცხოველების პატრონები ხართ, კარგად იცით ხარ, ოთხი ხა მეგობრების მე ასე ვიტყოდ, იმიტომ რომ ცხოველი ბევრ ადამიანზე უფრო მეტად მორგებული სიტყვა არის, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ფრენა არის თუ წასვლა არის თუ მოგზაურობა, ყოველთვის მთელი დინპიტაურებით მივდივარ, იმიტომ რომ ეს ამდენი ცხოველი ხო, დასაბინავებელი ძიძასთან აბაყვი იმან ჭამა, იმან დალია, იმან ქნა, ესე ქნა, ყველა როგორ არის, ხო, ყველასათი თავად შემოწმება. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი დრო მიაქვთ ხომ, ფაქტიურად ძალიან ბევრი დრო სჭირდება, ხო, ამ ყველაფრის გაწმინდას, მოსუფთავებას, მოვლას, პატრონობას, ხო, და ყოფილა ესეთი კითხვები რა, რომ არ გეზარება, ანუ აი რატო, ნახე, რამდენი დრო მიაქვთ, ხო, მან არ გეზარება, უფრო არა, რამდენი დრო მიაქვთ, ხო, ამდენი ენერგია მიაქვთ, როგორ არ იღლებე, ხო? ფაქტიურად ეს დრო ხო შეგიძლია მეგობრებთან ერთად ან ვინმესთან ერთად გაატარო, მეთქი შემიძლია, მაგრამ არ მინდა. მე ვატარებ დროს იმათთან, ვისთანაც ვსიამოვნებს. ეს არის პასუხი და მე აღარ მეკითხებიან. მე ვაკეთებ ჩემს სივრცეში იმას, რაც მსიამოვნებს, ურთიერთობ იმასთან, ვისთანაც მსიამოვნებს და ვუთმობ დროს იმას, ვინც მე სიამოვნებას და ბედნიერებას მანიჭებს. ბევრს ვცნაური, მაგრამ მათთან კომუნიკაცია მირჩევნია აბსოლუტურად უაზრო ლაილაის მოსმენას ხანდახან ადამიანებთან კომუნიკაციას გულისხმობ ამ შემთხვევაში, ვინ რა ჩაიცვა, ვინ რა მასქნა, ვინ რა ან ქვეყანაში რა ხდება, მოკლედ. ხო, ჩემთვის აბსოლუტურად არასაჭირო და არასაინტერესო ინფორმაცია. მათთან ურთიერთობა რელაქსია. ეს იცით რატომ მოგეყევით, მაგალითად, თქვენც ეს უნდა გააკეთოთ. ყველაზე სტრანი, როგორც ყველაზე უცნაური ჰობიც კი მოიყვანეთ რეალობაში. რაც ყველაზე ძალიან მეტად გინდოდათ აქამდე და ვერ დაუთმეთ დრო, თქვენ ახავთ რამ ხელა ენერგიით აივსებეთ. და მე გინდ ვიღაცა მოსულა ცუდი ამბით და მე გინდ წასულა შემოკარგო ადამიანო. მომენტალურად იპოვით წყაროს იმისა, რომ სასაცხო ენერგიით აივსოთ, მაგრამ ეს მინიშნებაა და აუცილებლად დაუკვირდით, რაც გითხარით. მესამე ვარიანტი, მეორე ვარიანტი დაგემშვიდობებით, აბა თქვენ. თქვენთან ნახოთ რა ხდება. რა მდგომარეობაში არის თქვენი სასაცხო ენერგია ახლა. King of Swords, მაგრამ აქ გაბრაზებული ხართ. ვიღაცამ გაგაბრაზათ ძალიან. გაწყენინათ ძალიან. გული გატკინათ შესაძლოა. ან ბოლთ რაღაც ესეთი ნევროზული პერიოდია. რა მდგომარეობაშია თქვენი სასაცხო ენერგია ახლა, არკანის სამართლიანობა. არკანი მთვარე და არკანი ვარსკვლავი. ვაუ. აქ არამც თუ ენერგიას ემსურს საუბარი. ეს არის ძალიან მაგიური მესამე ვარიანტი. ცოტა. თვარე ვარსკვლავების სამართლიანობა. ვინ არის მესამე ვარიანტში? ვინ აირჩია მესამე ვარიანტი?
ძალიან ლამაზი, კეთილი ადამიანი, ენერგიული ადამიანი. დაცვა გაქვთ ძალიან ძლიერი. არკანის სამყარო. მეგობრებო, თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც აზიარებს, უყვარს, გულს უხსნის ადამიანს, ძლიერი ადამიანი ჩანს აქ მესამე ვარიანტში. ადამიანის სიყვარულის ენა გაქვთ, საჩუქრების ენა არის თქვენი სიყვარულის ენა, ისევე როგორც ჩემი, ხო გიყვართ ადამიანების გახარება, გიყვართ გაზიარება, არ ხართ იცით აი ჩუმად და რაღაცა არა აზიარებთ, როცა გიხარიათ, აზიარებთ, როცა ბედნიერი ხართ. მაგრამ აშკარად იმას, რასაც აზიარებთ, შეიძლება ვიღაცებს გულზე დაადგეთ ბოღმად. აქ არაფერ შუაში არ არის ენერგიას აღიდგენთ. ეს გაბრაზება წავა, მაგრამ ვაიმის ტყავს. ვინც თქვენ გაგაბრაზათ. მე აქ მილიონჯერ ვუთხარი ჩემს. დახურული ჯგუფის წევრებს, ნუ მოიპარებით მეთქი, მაგრამ ხო მაინც უნდა შემოიპარონ და ხო იცით რომ მაინც დაგიჭერთ მესამე ვარიანტი, არა უყურეთ ხა თუ სურვილი გაქვთ, მაგრამ ხო ხვდებით რატომ გეუბნებით რომ ხშირად უყურებთ და ეტანებით თქო. პირველ რიგში ენერგოინფორმაციულად ფარავთ ძალიან, ანუ იგრძნობით ძალიან და მეორე იმიტომ რომ იცით რატომაც. აი, სად მიგხვდით რომ აქ ახართ. ხო, მესამე ვარიანტი, მოკლედ, თავანებოთ ხა დახურულ ჯგუფს თავი, აქ არის ბუმერანგი. ბუმერანგი და მე შემიძლია გითხრათ რომ თუ კი ახლო დღეებში ვინმესთან ვიღაცამ შეეცადა თქვენი წყენინება უსიამოვნო განცდები და გეუფლათ ადამიანთან ურთიერთობის დრო, იცოდეთ რომ თქვენ ენერგიას აღიდგენთ, თქვენ აქ ძალიან ძლიერი ადამიანები ხართ, თქვენ აქ დალოცვილი ადამიანები ხართ, მაგიური ადამიანები ხართ, მაგრამ ვაი იმის ტყავს ვინც ეს გააკეთა. ვუი და ვაი იმის ტყავს. სასოცხლო ენერგია რა მდგომარეობაშია. კონკრეტული ადამიანი შეეცადა რომ ცუდად გეფიქრათ საკუთარ თავზე. პენტაკლების დედოფლები მიყურებთ აქ კონკრეტული ადამიანი შეეცადა რომ სიტყვებით, ლაპარაკით, საკუთარი დამოკიდებულებით, საკუთარი რაღაცა ემოციებით, არასწორი, გულისხმობ ბოროტი ემოციებით, ეს სიბოროტე ჩანს აქ. სამწუხაროდ. შეიძლება მამაკაციც ხოთ შორის ყოფილიყო ეს ადამიანი. манипуляция ყოფილიყო. შეეცადა ამ ყველაფერს რომ, აი, პენტაკლების დედოფალს ასე ეკრძნო თავი. ცუდად. ცუდად თვითონ ეკრძნობს თავს. ეს შემიძლია ზუსტად გითხრათ ჩემო ხმლების დედოფლებო, იმიტომ რომ თქვენ ხმალი გაქვთ ახლა მოშიშვლებული, გაბრაზებული ხართ. ამიტომ არ ინერვიულად ენერგიასაც აღიდგენთ. მაგრამ რაღაცა ცხოვრებისეული გაკვეთილი გაიარეთ თქვენს და იმ ადამიანმა ხო გაიარა და გაივლის კიდევ წინ ელოდება ბუმერანგი, სერიოზული ბუმერანგი. სადა როგორ უნდა აღიდგინოს სასოცხლო ენერგია? Temperance ზომიერება გავა ეს პერიოდი. თუ რამე რთული პერიოდი გაქვთ. თქვენ ბალანსი პოვით. თქვენ იცით როგორი აროთ ბეწვის ხიძე, ისე რომ არ წაიქცეთ, არ გადაყირავდეთ. თქვენ დიდი გამოცდილების ადამიანი ხართ და დაცული ადამიანი ხართ. რწმენა გაქვთ შინაგანი ძალიან დიდი. თქვენ ყველაფერს მოახერხებთ, ასე რომ არ ინერვიულოთ ენერგიას აღიდგენთ თან ისე რომ არ ინერვიულოთ. ყველაფერი კარგად იქნება.
საერთოდ არ ინერვიულად. სანერვიულო აქ ვიღაცას აქვს. თქვენ არა. აი მას ვისაც სიკვდილის მათრახი გადაარტყით. აბა, წარმატებები და მშვიდობიანი დღე თუ მშვიდობიანი ღამე არ აქვს მსხობა საიდანაც არ უნდა მიყურებდეთ. ნახვამდის.